რელიზი მომზადებულია სრულად ქონის მიერ. ზოგიერთებს სჯერათ, რომ ადამიანის ცხოვრება რამდენიმე უჩვეულო მოვლენისაგან შედგება. უნდა ჩაითვალოს უჩვეულოდ. Hallmark Entertainment-ი წარმოგიდგენთ. დაბადება, პირველი სიყვარული, ქორწინება, შვილები, შვილების სახლიდან წასვლა ან შვილების ქორწინება. იქნებ ადამიანის ცხოვრება მთლიანად უჩვეულო მოვლენაა. ერთმანეთისაგან მცირე პაუზებით გამოყოფილი. თუ გაგიმართლა. ლერი ლევინსონის ნაწარმოები. საქორწინო ალიაქოთი. მე-16 საუკუნის დასაწყისში ინგლისელი სერ ედვარდ კოუკი ამბობდა, რომ ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეაა. სერ ედვარდი დაქორწინებული არ ყოფილა. არ შვილები ყოლია, განსაკუთრებით ქალიშვილები. ეს ჩემი არაა. თუმცა დღეისთვის უკვე საკმარისზე ბევრი ვილაპარაკე. და რა დღე იყო? ყველაზე დიდი დღე ჩემს ცხოვრებაში. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. ჯობს სულ თავიდან დავიწყოთ. მონაწილეობენ ჯონ ლეროკეტი, გარენ ვალენტაინი, მარინა ბლეკი და სხვები. ეს ჩემი სასახლეა. მოგრძალებული ორსართულიანი სასახლე ბერგსში. ეს იყო 1 წლის წინ. მაშინ რომ მცოდნოდა ჩემი მომავალი, თხრილს და ასაწევხიც დავამონტაჟებდი. ნორა ჩვენი პირველი ქალიშვილია. რამდენიმე წლის მერე ტერი გაჩნდა. 2 წლის მერე კი დალია. სერია მან დახურა. შეგვეძლო სადმე გადავსულიყავით. მაგრამ მე და ოდრის ეს სახლი გვიყვარდა. უფრო ჭკვიანური იყო, გაგვეფართოებინა. ყველა საძინებელი ზედა სართულზე ავიტანეთ და სააბაზანო ოთახი მივუმატეთ. რა თქმა უნდა, ამაზე არ შევჩერებულ ვართ. ახლახან დავიწყე სააბაზანო ოთახისა და დიდი საძინებლის გადაკეთება. ჩვენი შუათანა ქალიშვილი პირველი წავიდა სახლიდან, კოლეჯში ბიზნესის სასწავლებლად. ბიზნეს ადმინისტრატორების მაგისტრის წოდებაც მიიღო. ძალიან დამოუკიდებელია, სახლში აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე წლის მერე მისი საძინებელი პირად კაბინეტად ვაქცია. ეს ჩვენი უფროსი შვილია ნორა. მატრახივით სწრაფია, მაგრამ დიდხანს ფიქრობდა თუ რა უნდა გამოსულიყო. ბოლოს სამოდელო კარიერა აირჩია. ახლა მთელ მსოფლიოს გარსუვლის და რომში ცხოვრობს. ყველაზე ხშირად საცურაო კოსტუმების სეზონზე ვხედავთ. სემ რაილი, ასევე ცნობილი როგორც ჩემი ვაჟი, რომელიც არასოდეს მყოლია. ნორას ხვდებოდა ხოლმე სკოლის პერიოდში. ჯეკ, საწყალი ბიჭი მაშინ მიატოვა, როგორც კი მოდელობა დაიწყო. მე და სემმა ერთ საქმეს მოვკიდეთ ხელი, როცა კოლეჯში ბიზნესის ხარისხი მიიღო, ჩემთან დაიწყო მუშაობა. ეს ჩემი ცოლია, ოდრი. დედა და პერსპექტიული ბუდისტი. ნორას ოთახი დაისაკუთრა და სამედიტაციო ადგილად აქცია. თლად კარგად მეც ვერ გამიგია, თუმცა ამტკიცებს, რომ იმ ოთახში გატარებული რამდენიმე საათი საკუთარ სამყაროში სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება. მისი არ ვიცი, მაგრამ მედიტაციის დროს ჩემ სამყაროში ნამდვილად სრული სისხლნარეს უფევს. მაპატიეთ მისის ლენდრი. მსოფლიოს ოთახშია სემ. მადლობა. მაცადეთ მედიტაცია. ეს ყველაფერი ადრე გამოფენილი არ გქონდათ. ო, მე და ოდრი ცოტა გაგვიტაცა. ეს ჩვენი პირველი მოგზაურობაა მსოფლიოს გარშემო. სემ, სად წახვიდოდი? შვეიცარია მომწონს. გუგულიანის საათები, შოკოლადი. შვეიცარია ნამდვილადაა ასიაში. ეს სახლებია? ხო. მოდი ვნახოთ რა გვაქვს. რეჟისორი ჯორჯ სტენფორდ ბრაუნი. ჩემს კომპანიას ქვია საჩენ საჩი, სადაც ყველანი სახელების დარქმევაზე ვმუშაობთ. პროდუქტის სახელები, კომპანიის სახელები და ასე შემდეგ. ჩვენი დევიზია დაგვისახელეთ, ჩვენ კი სახელს დავარქმევთ. თელარისი, ბრანტი. ბრანზი? რა მოხდა? ეს ფეხსაცმელი ხომ სირბილისთვისაა? გინდა ეს ბიჭი იყო, ვის სპორტულ ფეხსაცმელსაც რანზი ეხმება? ეს გინდა? ხო, მართალია. მკაცრავად? სამოგზაურო სააგენტოა? ეს ჩვენი პატარა დალია. თავისი ბოლო მოდით რომ ხალისობს. დალია. გამარჯობა სემი. რა შვები? წუხანდელი თამაშისთვის მადლობ. წუხელ კალათბურთზე ვიყავით. ხო, ჩემი ბილეთებით გახსოვს? სარეკლამო რგოლი. წავიდეთ. გაინძერი. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება? გახსოვს კერტლის საწინააღმდეგო შამპუნს სახელი რომ მოუგონეთ? ქერცლა? ხო, ახალი რეკლამა გამოდის.
ჯერჯერობით კასტინგის დეტალებზე კონკრეტულად არავინ საუბრობს. მაგრამ როგორც Entertainment Daily-მ შიდა წყაროებიდან შეიტყო, არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ამჯერად კამერების რომელიმე შტატის გუბერნატორს ვიხილავთ. ვის ანაღლებს? რაც შეეხება საერთაშორისო არენას, დღეს დილით რომში უბედური შემთხვევა მოხდა. სუპერმოდელ ნორა ლონდრის მანქანამ გვერდი აუქცია ვიწრო ქუჩაზე პირდაპირ მისკენ მომავალ მანქანას. რა? მანქანა მოსრიალდა და ხეს შეასკდა. მართო ჩემო, ნორა. სულ მალე დაუბრუნდებით ეთერში ტიმბერლეიკის ამბებით. რა ვქნათ? ყველანი მშვიდად, არანაირი პანიკა. რატომ არავინ დაგვირეკა? გისმენთ? დერი. ხო, ჩვენც ახლა ვუყურეთ. არა, არავის დაურეკავს. მოითმინე, მეორე ხაზზე ზარია. ალო? ნორა. ჩვენ ახლა ჩემო პატარა, კარგად ხარ? მადლობა ღმერთს. დედა, დერი. საყურელო მოიცადე? დერია მეორე ხაზზე, ახლა ვემოვალ. დერი, ნორა იყო. ფეხი აქვს მოტეხილი, მაგრამ კარგად იქნება. დამამთავრებინე მასთან საუბარი, დაგირეკავ. ნორა, დერი მოკითხვას გიგზავნის. სემიც აქაა. ისიც მოკითხვას გითვლის. გინდა მე და მამა შენი გამოვფრინდეთ? მართლა? მისი სამოდელო კომპანია აქ აგზავნის სამკურნალოდ. დამალაპარაკე. ჯეკ, გამარჯობა პატარა. კარგად ხარ? კარგია. მისმინე რა უნდა გააკეთო? პირველი კლასის ბილეთია? შესანიშნავია. ახლა აიღე შენი პირველი კლასის ბილეთი, გადაცვალე ეკონომ კლასის ბილეთზე და დილის პრენა დაჯავშნე. რადგანაც ავიახაზები გადატვირთულია, შენი ადგილის ყიდვას შემოგთავაზებენ. მერე შეგიძლია პირველი კლასის ბილეთი მოითხოვო. ამგვარად ორმა ქულას მიიღებ. საქმე ქულებშია. არა? კარგი რა, იაფია. ამას საზრიანობას ვეძახი. საყვარელო, ვიცი, ფეხი გაქვს მოტეხილი, მაგრამ ეს უბრალოდ მითია, რომ პირველი კლასის განყოფილებაში უფრო მეტი სივრცეა. კარგი, არა? მაინც მიყვარხარ. უბრალოდ გითხარი რეისის ნომერი და დაგხვდებით. კარგი, დროებით. ოთახი უნდა მოვამზადოთ. ნორა ჩამოდის. იცი რა, არ იყავი ვალდებული ოთახის მომზადებაში და ქვანებოდი. არა უშავს. მოტეხილი ფეხით ამჯერად ვერსად გაიქცევა. სასაცილოა, გმადლობ. მაპატიესემ. მაგრამ ხომ იცი მართალი ვარ. ნორა შეეძლო ევროპაში გაქცევის ნაცვლად აქ დარჩენილიყო. ის მოდელია, უნდა წასულიყო. რომ ბრუნდება, რას ფიქრობ? უკან არ უნდა დაბრუნებულიყო. იმას გულისხმობ, რომ უბრალოდ ფეხი მოიტეხა, შეეძლო რომში დარჩენილიყო. ხომ ასეა? ასეა? მოვიდა. უგანზის თაბაშირით. სემი, ნორა, გადმოსვლაში მომეხმარე. კარგი, გიჭერ. არც ისე მძიმე ვარ, არა? სულ არ ხარ მძიმე. ნუ, მაგრამ ხტუნაო. როგორ ხარ? კარგად. მიხარია სახლში რომ ხარ. სახლში შევიდეთ. დოლი, რამე გამოართვი შენს ბებერს? ჯეკ, დოლის ნუ მეძახე. კარგი, ჯეკს ნუ მეძახი, მამა შენი ვარ. როგორი მგზავრე? გემრიელია მის ლენდრი. მეც ვეთანხმები. მგონი ყველა ასე არ ფიქრობს. ნორა, რა გჭირს? დედა, მე მოდელი ვარ. მოდელი მოტეხილი ფეხით. უნდა ჭამო. თუ ვერ მუშაობ, ვერც ვჭამ. კარგი რა, ვერ ჭამ? მამა, სალათევ ჭამე. ნორა, რამდენ ხანს დარჩები? სანამ ფეხზე არ დავდგები. მე ალბათ ევროპაში დაბრუნდები. არ ვიცი. ჯერ არ გადამიწყვეტია. ვიცი. შეიძლება ბებერი სენტიმენტალური სულელი ვარ, მაგრამ არც ისე მოხუცი ხარ. მოხუცია. თუმცა სენტიმენტალურობის პრეტენზიაზე შევედავები. რაც შეეხება სულელს, კარგი, მისმინეთ, შემიძლია დავასრულო. მინდოდა მეთქვა, თუ რამშვენიერია მთელი ოჯახის კვლავ ერთჯერ ქვეშ ყოფნა. სიტუაციის მიუხედავად. არ მეგონა, რომ რომელიმე თქვენგანის გათხოვებამდე ეს ისევ მოხდებოდა. ესეც ალბათ მალე იქნება. ტერი, ღმერთი ჩემო, ბრაიერმა ხელი გთხოვა? ჯერ არა. მაგრამ ხომ იცი თითქმის ერთი წელია ერთმანეთს ხვდებით და რაღაც აქტიურობს. არ ვიცი, თითქოს რაღაცას აპირებს. ასე მგონია. მართლა?
ასე ჩანს. მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება იქნება რომელიმე ქალიშვილის გათხოვება. ვცდილობდი ბედნიერი განწყობა შემენარჩუნებინა. ასეც იყო, მაგრამ თითქოს მუცელში მუშტის დარტყმა ვიგრძენი. ვიცი. ოდრის თვალებში ბედნიერებას უფრო ხედავდი, ვიდრე მუცელში დარტყმის ტკივილს. ბრაიანი დიდად არ მანაღლებდა. ლაპარაკი უფრო ეხერხება, ვიდრე საქმე, მაგრამ ტერისთვის ბედნიერების მიზეზი იყო და ესაა მნიშვნელოვანი. ხომ ასეა? მშვენიერია საყვარელო. ბრაიან? სიხარულო, სახლში ვარ. აქ ხარ? ვინ ხართ? მაგთხოვრობ. შენ ვინ ხარ? ბრაიან, ვინაა? ყველაფერს აგიხსნი, დარჩი. შეგიძლია მას აუხსნა. დაბრუნდი. ღმერთო ჩემო. ხომ გითხარი, ეგ ბიჭი არ მომწონდა. ასე დაბრუნდა ლენდრის სამივე გოგო ერთჯერ ქვის. ჩვენ ჭერქვეშ. რას აკეთებ? ეს გამწვენდი ცერემონია შენს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. შენს ოთახს სიმშვიდით და უდროებით აავსებს. ო, იცი უკვე სიმშვიდეს და ყუდროებას ვგრძნობ. კაბინეტი, სადაც მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლები დრო გამეტარებინა, ჩემს თავშესაფრად იქცა. აქ ყველაფერი ჩემი სიმშვიდის შესანარჩუნებლადაა მოწყობილი. ჩემი ძნების დასარეგულირებლად. ეს ოდრის იდეაა, მაგრამ მშვენივრად მოქმედებდა, ვიდრე ჩემმა სამყარომ გრევა არ დაიწყო. გამარჯობა. დილამშვიდობისა, ჯეკ. იურიდიული ანგარიშები მივიღეთ თოვლის ყვავილების პროექტთან დაკავშირებით. რა იყო? შეხვედრაზე გჭირდები? ო, რატომ მეკითხები? ნორას შევპირდი, რომ დღეს თავის სამოდელო საქმეზე წავიყვანდი. ნორას ფეხზე ჯერ კიდევ თაბაშირი ადევს. ო, მაგრამ ეს ადგილობრივი მაღაზიისთვისაა. პროფესიონალი მოდელის ფული არ აქვს და თაბაშირიანის გადაღებაც აწყობთ. ნორასთვის მშვენიერია, მაგრამ სემ ხომ გესმის, ეს შენი სამსახურია. გინდა თავაზიან ევროპელ ბიჭს გაყვეს ცოლად და საცხოვრებლად იქ გადავიდეს. კარგად აღზრდილი ევროპელი შვილები ჰყავდეს, რომელთა ნახვის შანსიც არასოდეს გექნება. სემი კარგი ბიჭი, ეს ალბათ ერთადერთი შანსია ჩემთვის მოვლენათა კურსი შევცვალო. დამილოცნი ხარ. ანუ, კარგი, წადი. რატომაც არა. შეხვედრას თავს მარტო გავართმევ. შეგვიძლია ხვალ ჩამოვტვირთოთ. ჯეკ, გმადლობ. შესანიშნავია. დიდებულია ძვირფასო. ნორა საუკეთესო ხარ. კარგია? მშვენიერია. აი ასე. აბა მზად ხარ? ჩინებულია. კარგია. მიდი. დიდი მადლობა. მზად ხარ? აი ასე. ძალიან კარგია. გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? გამარჯობა, მისის ლენდრი. ლაილ მილსი, ადრესი შევხვედრი ვართ. თქვენს ქალიშვილთან მუშაობდი. რომელთან? თერისთან. ლაილი. შემოდი. დედა, მამა, გახსოვთ ლაილი? რა თქმა უნდა, სამსახურიდან. მართალია, როგორ მიდის საქმე სოლტმაინში? პრინციპში არც ისე კარგად. ვინმეს ხომ არ დაურეკავს სამსახურიდან? არა? რა მოხდა? ნუ გერიდება, მითხარი. შეგომცირეს. მე და შენ? მთელი განყოფილება. ანუ 30 კაცი? მაგრამ რატომ? მოგება უნდათ ეჩვენებინეთ შემდეგ კვარტალში. ანუ ჩვენი ხელფასების ხარჯზე. დიდებულია. საყვარელო. თუ წვიმს, კოკის პირველად წვიმს. მართალია, ტერი წუხარ შენი და ბრაიანის გამო. მე დიდი მადლობა. ხალხი არ დაიჯერებს, რომ ნორა ლენდრი ჩემი მაღაზიისთვის პოზირებდა. მე ვინ, ეს მინიმუმი არის, იგაკეთებად შემეძლო.
თქვენთვის მუშაობა ჩემი პირველი სამსახურია. სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა. ჩემთვისაც სემ. ნახვამდის. ნახვამდის. მზად ხარ? რა იყო? როდემდე აპირებს ემის მოტყუებას? დახმარებას მოტყუება ჰქვია? თუმ შეიძლება უბრალოდ ვიმეგობროთ. არა, ნორა. მაშინ არა, როცა იცი თუ რას გრძნობს შენს მიმართ. ცუდად იყენებ. ასეც რომ იყოს, მე შენ რა? მე და სემი მეგობრები ვართ. ბოლო 5 წელია ერთად დიდ დროს ვატარებთ. შენ ისევ წახვალ, სემი კი ისევ გულმატკენი დარჩება. კარგი რა, ჩამოვედი რომ გამოვკეთდე და რაღაც საქმეები მოვაგვარო. ამ ყველაფერს სამთან საერთო არ აქვს. მისთვის გულისკენა ყველაზე ნაკლებად მინდა. ხვდები რატომაც? ხომ გითხარი, მეგობრები ვართ. კარგად ვიცი შენს მიმართ რა გრძნობებიც აქვს. მაშინ ვთხარი რომ გამიშვეს. არ დამინჯერებს. You actually getting that? სწავლობ? ო, საყვარელო. We are going around the world. სოფლიოს გარშემო მოგზაურობას ვაპირებთ. ერთ-ერთ ჩვენგანს ხომ უნდა შეეძლოს კომუნიკაცია იმ ქვეყნებში, სადაც მივდივართ. საფრანგეთი, იტალია, იაპონია. მაშინ ჩემზე იყოს ინგლისი, ავსტრალია და კანადის უმეტესი ნაწილი. რა საკეთებ? It's a scarf. გაშნია. I'm pretty sure. დარწმუნებული ვარ. So, ნება მომეცი რაღაც კითხო. როგორ ფიქრობ, სემს ნორასთან შანსი აქვს? შანსი ყოველთვის არის. იცი, სემს გონია რომ ნორა ფეხის გამო კი არ ჩამოვიდა, არამედ მის გამო. იმაზე თუ ვფიქრია რომ რაღაცას გაურბის. ვინმე ბიჭს გულისხმობ, რამე გითხრა? 3 წელი რომშია და არასოდეს უთქვამს რომ ვინმეს ხვდებოდა. ეს რაღაცაზე მეტყველებს. კომპრენდე? ეგ ესპანურია? მოკეთე. ეგ ინგლისურია. იცი რა, ყოველ შემთხვევაში საიდუმლო ამოხსნილია თუ რატომ გასამაგდა ჩემი სასურსათო ანგარიში. დოლი სანამ დამვიწყებია, შენი ტელეფონი რეკავდა. ვიღაც ტიპი იყო სახელად ფონტი და თქვა რომ კარგი იქნებოდა თუ გაისეირნებდით. if you wanted to hang. მშვენიერია. რა თქვი? ძალიან გთხოვთ, ხომ შეიძლება ერთმა სადილმა ამ გიგანტური კომუტატორის გარეშე ჩაიაროს? მოში გონიჩუა. ეს იაპონურია? არა, ფაიერვოლია ჩართული. დარწმუნებული ვარ. კარგი, შევამოწმებ. მაპატიეთ. ვერ ხვდები რატომ უნდა კონდეს ყველას მობილური. არასოდეს მქონია და მის გარეშე თავს მშვენივრად ვგრძნობ. გონი სამსახურები შოვე. კარგია. მართლა? რა უნდა გააკეთო? დედა მამა, გახსოვთ ჩემი მეგობარი ლაილი? უნდა რომ ახალ კომპანიაში დაგეხმარო, რომელიც მის ტექნოლოგიაზეა შექმნილი. როგორია? კომპანიას რა ქვია? მამა, ამაში შენ უნდა დაგვეხმარო. ლაილის ვუთხარი რომ საჩენცაჩი მოუძებნის კომპანიას სახელს. ლაილი თანახმაა. მომეწონა ეგ ბიჭი. პური მომაწოდე გეთაყვა. არანაირი პური. ერთი ნაჭერი. ექიმა აგიგრძალ. ერთი პატარა ნაჭერი. რა, დრედი ვარ? მადლობ. არაფერს. Right on cue. და აი თავაზიანი ევროპელი ბიჭიც გამოჩნდა. გილერმო? ბელისიმა. გილერმო ვინაა? ფოტოგრაფია რომ იდენ, ერთად ვმუშაობთ. ნორა, საყვარელო ნორა, ძალიან ნერვიულობდი. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდი. უბედური შემთხვევის შესახებ შევიტყე. ბინიდან სად წახვედი? ნერვიულობისაგან კინაღამ გავგიჟდი. მაპატიე ვერ დაგიკავშირდი. გამარჯობა. 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 მამა, დედა. ეს ჩემი მეგობარია გილერმო ველერიო, ფოტოგრაფია რომ იდენ.
დიახ, რომიდან. გამარჯობა. Ciao, Guillermo. È un piacere venirli a contatto. Parlate italiano? Un piccolo, sono imparare giusto. რა თქმა უნდა. And you და თქვენ? are Jack Landry. ჯეკ ლენდრი ბრძანდებით. ზიახ, Have you met სემი Sam? გაიცანით? Yes. ხო, Hello, Sam. გამარჯობა სემ. So Guillermo. გილერმო, აქ როგორ how did მოაგენი you try ჩვენს to find going ქალიშვილს? down here? I had to follow გულს my გამოვყევი. Oh, მართლა? really? ნუ Now that you're ნებრივ, worried. თაბაშირს მოვხსნით და მალე მისი ფოტოების გადაღებასაც შეძლებ. ფოტოების გადაღებას? Signore სენიორ, იტალიიდან ნორას ფოტოებისათვის არ čamovsulvар. photograph Nora. მისი ხელის სათხოვნელად მოვედი. Permission to ask your daughter to marry me. ეს ნორა, ცხენი ხავდა სახელად ჩარქოული. მაშინაც მთლიანად გუმბეგუმიტო იყო, როგორც დედამისი, მშვენიერია. როცა გამპილობა იყო, ეგ რაღა. გუმბეგუმიტო ფეხებს და იდაყვებს ნიშნავს. გილერმოს კარგად იცნო? იმას გულისხმობ, რომ მე და ბრაიანი ლამის ერთი წელი ვიყავით ერთად. და პრინციპში 3 წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. რაღაც პერიოდი ერთმანეთს ხვდებოდით. და არაფერი გითქვამს. ნორა, სერიოზული არაფერი იყო. ორივენი მოგზაურობთ, ერთმანეთს იშვიათად ხედავთ. ამ ბოლო დროს ურთიერთობა ცოტა უფრო სერიოზული გახდა. იმედავ ჩამოვედი, რომ კარგად დავფიქრდე. თუმცა არ მოველოდი, რომ სემი აქ დამხვდებოდა. ხო, საწყალი სემი. გილერმომ ამ ხელაგზე გამოიარა, რომ შენთვის ხელი ეთხოვა. ეს ყოველივე კი ნამდვილ რომანს გავს. არა? Signore Landry. სენიორ ლენდრი, ეს სურათები თქვენი გადაღებულია? Pictures. Because შესანიშნავია. well framed. Bellissimo composizione. Composizione. It's კარგი კომპოზიცია. Just a უბრალოდ პატარა კარგი ინსტამატიკია. და ვინჩი ჯოხზე მიბმული ცხენის ძუით ხატავდა მონალიზას და როგორი გამოვიდა? საქმეში ერკვევი. მომენტალური ფოტოები ყოველთვის კარგად გამომდიოდა. შენის ალბომი უნდა ნახო, იოსემიტში მოგზაურობის მერე რომ გავაკეთებ. გილერმო, ვიდრე ჩემი მეუღლე დაგაჯერებთ, რომ მეორე ენსელა და მსია, როგორ ფიქრობთ, მომხრე ვიქნებით, რომ ნორა ცოლად მივეთხოვოთ კაცს, რომელიც ახლა გავიცანით და სურს ჩვენი ქალიშვილი იტალიაში წააცუნცულოს? ნორა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ის მოდელია, მე ფოტოგრაფი. ერთ სამყაროში ვცხოვრობთ. არასოდეს ვყოფილ ვარ ასეთი ბედნიერი როგორც თქვენს ნორასთან. გონი ისიც უბედნიერესია. მე რომ მშობელი ვიყო, ამის მომხრე ნამდვილად ვიქნებოდი. wow. It was simple. ასე მარტივად, დრამატიკული კოშმარი, თუმცა ვინატრე მსგავსი რამ მეც მეთქვა, როცა ოდრიზე დაქორწინებას ვაპირებდი. გარგი, თუ ნორას შენი ცოლობა სურს, მე და ჯეკ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ხომასია საყვარელო. ფანტასტიკურია. წავალ ნორას ვკითხავ. გმადლობ დედა. მამა. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მუცელში დარტყმის ტკივილმა თავი შემახსენა. მოდის. როგორ ჩაიარა? გონი კარგად ნორა. ახლა აპირებს თქმას. მშობლების თანხმობის შემდეგ. თანახმა ხარ, ცოლად გამომყვე. თანახმა ვარ. მოდი დების წრე გავაკეთოთ. მოდი.
მოდი, შემოგვიერთდი. მოდი. ეს იყო ჩემი პირველი ქალიშვილი, რომელიც გათხოვდა ამჯერად უკვე ნამდვილად. ნორა ძალიან ბედნიერი იყო. რატომაც არა? ალბათ სოფლიოში ყველაზე ჭკვიან კაცს გაყვაცოლად. გილერმომ იცოდა, რომ საქმრო საქორწინოს ამზადის შიზედმეტია. სმოკინგის ზომები დავიტოვა და იტალიაში გაფრინდა, რომ საქმისთვის მიეხედა. ცერემონიისთვის ჩამოვა. ნეტა მეც შემძლებოდა წასვლა. სემსალაბარაკო გვაქვს. ბოლოს მითხარი, რომ ამ ამბავს ჩემთვის ბედნიერი დასასრული არ ექნებოდა. ამჯერად სხვა რამის თქმას აპირებ? ნაბადი ესე. რომში როდის ბრუნდები? ქორწილის მერე. ქორწილის? მამასთან არ გილაპარაკია? არა. მაინც ჯობდა შენგან გამეგო. გილოცავ. სემი. ისმინე, უნდა წავიდე. ბევრი საქმე მაქვს. ფეხს მოუარე. კიდევ ერთხელ გილოცავ. მართლა. შვენიერია. შესაფერი სიპოვი, სემი. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ სემთან მუშაობა რამდენიმე კვირის მანძილზე ადვილი არ იყო. ბაგი საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი სამაჯანკლო საქმიანობაზე. ცოტა შევჯამ. აბამის ლენდრი, მისტერ მილს, თქვენ ნამდვილად პირველი ადგილი აიღეთ ყველაზე უცნაური ბიზნეს ლანჩის კატეგორიაში. როდის ვნახავთ ამ ტექნოლოგიის დემონსტრირებას? მისტერ სტროდერ, ამასთან დაკავშირებით აგირეკავენ. აქვე? დამასვენეთ, ჯერჯერობით სიგნალი არ არის. მისტერ სტროდერ, მობილურთან ყოველთვის ყურსასმენები უნდა იხმაროთ. ზარი არ გამოდის, ყურსასმენი რა შეცვლის? გისმენთ? დიახ, ვინ არის? შესანიშნავია. დიახ, ნახვამდის. როგორ მოახერხე? ლაილიმ გაარკვია თუ როგორ უნდა შექმნა მარტივი ხიდი ყურსასმენებსა და ანტენის კონფიგურაციის შორის. ნებისმიერი მობილური ტელეფონისთვის დამატებების გარეშე. როგორც კი ყურსასმენებს აერთებ, წამიერად ჩნდება სუპერანტენა. ახლა გესმით ჩემი? გასაგებია? დარწმუნებული ვარ თქვენ სპანტანა კომპანიაში ინვესტიციებს ჩავდებთ. ნორამ და მისმა დებმა შემახსენეს ის პირობა, რომელიც თითოეულ მათგანს მივეცი 21 წლის რომ გახდებოდა. ანუ იმას გულისხმობ, თუ რამდენად ზვირიანი შეიძლება იყოს ქორწილი. ჩვენს ხოვრებაში მისტერ ნათან ბენეტ მეოთხე შემოვიდა. ეს კაცი იმდენად მშრალი იყო, რომ მასთან შედარებით საჰარა ტროპიკულ ტყედ მოგეჩვენებოდათ. ჯეკ ლენდრი, ექიმი ხართ? არა, ლენდრი. ქორწილების დიზაინერი. ორგანიზატორი. თქვენ მამა ხართ ალბათ. რატო? რადგანაც მამა ყოველთვის ყველაზე ახლო დგას კარებთან და სწრაფად გაქცევაზე ლოცულობს. იმედია ძრავი ჩართული არ დაგიტოვებიათ, მისტერ ლენდრი. დრო დასჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. გამარჯობათ, ქალბატონებო. დავიდანებე. შენ დაანებე, ეს ნამდვილის კი არაა. ნამდვილია, მისტერ ლენდრი. ნამდვილი აბრეშუმია გამოფენისთვის. საჭირო აღარაა ყვავილების ყოველდღიურად შეცვლა. დანაზოგს თქვენ გადმოგცემთ. როდის უნდა ველოდო დანაზოგის მიღებას? თვითონ თქვა, რომ ფულს დავზოგავ. იცი საყვარელო, მას შემდეგ რაც გილერმომ შენი ხელი მთხოვა, ჩვენ არც კი გვილაპარაკია. ნამდვილად სერიოზული ნაბიჯია, რა? მას შემდეგ რაც ვინმესთან შეხვედრას იწყებ, სულ იმაზე ფიქრობ, როდის გამოჩნდება ის ერთადერთი. რას იფიქრებენ სხვები? მამა აზვიადე. პატარაობიდანვე ვიცოდი, რაც მინდოდა. გილერმოც იგივეს გრძნობს? მამა, განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს. არა. მერე ეს არ გაწუხებს? არა. თანახმა იმაზე, რასაც ვიტყვი.
ანუ მინდა შოკოლადის ნამცხვარი, თეთრი შოკოლადის ჭიქურით და ჟოლოს შიგთავსით. ნამცხრებზე ვსაუბრობდით. ძვირფასო, იმედია ქორწილამდე თაბაშირს მოხსნიან. თუ არ მოხსნიან, გექნებათ რამე თაბაშირის საფარი სპეციალურად პატარძლისთვის და მომყიდით, არა? ინებეთ. არა, მადლობ. ეს ღვინო მოგეწონებათ, მისტერ ლენდრი. რატომ? უფასოა. უფასო. ხვდები რატომაცაა უფასო. კარგი, ესე იგი ჯვრის წერა წმინდა მიქაელის ტაძარში ჩატარდება. დიახ, ცერემონიას მამა ფერისი ჩაატარებს. შესანიშნავია, ყვავილებზე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, ვიდრე წოიულების ადგილს არ შევარჩევთ. იფიქრეთ ამაზე? შემოთავაზებებს ვღებულობ. აქ ნახავთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილებს. არ ვიცი რა მოხდა. ალბათ უბრალოდ დაძაბულობის ბრალი იყო, რომ ყველაფერი მოწესრიგებულიყო. მერე ეს დოლარის ნიშნები და უფრო უმნიშვნელო დეტალები. თავი ვერ შევიკავე. ნორა, კარგი იდეა მაქვს. შენი მოხუცის კოტეჯზე რა სიტყვი? კოტეჯზე? რატომაც არა, მშვენიერია. უზარმაზარია, შესანიშნავი სამზარეულო აქვს, ვარიც. ჩარლის თხოვ შამპურზე თავისი ცნობილი სტეიკი შეგვიწვას. შესანიშნავი იქნებოდა. ორკესტრიც ყავს, წოულებებზე უკრავენ ხოლმე. შემიძლია ცოტა მეტი გადაუხადო, რას გაიხარებენ? დარგული ყვავილებით შესანიშნავად გამოიყურება. შესასვლელისთვის კი რამდენიმე თაიგულს მოიტანდნენ. ისე გამოჩნდება, თითქოს მთელი ტერიტორია ყვავილებითაა მორთული. მომავალ თვეში მოხრეშვას აპირებენ მანქანების გასაჩერებლად. უბრალოდ ვამბობ, რომ ეს შესაძლებელია, თორემ ჩემთვის სულ ერთია. თამაში პრაქტიკულად არაფერს არ გადავიხდი. ეს იყო ყველაზე წყნარი მგზავრობა, მას მერე რაც ბაბუაჩემმა სკოლიდან წაუმიყვანა, გამოსაშვებ საღამოზე აურზაურის გამო რომ დამაგავეს. საბედნიეროდ ყინული გადნა, მას შემდეგ რაც დავთანხმდი, რომ პოლსტერ ჰაუზი შესანიშნავი ადგილი იყო წოულების გასამართად. პოლსტერის უძრავი ქონების შესაძენად ფასი მისაღები იყო. რა ხდება? ზოგიერთი მათგანი ცულა. ნამდვილად ვცდილობდი ეს ჩვენს სამოგზაურო ფონდს არ შეხებოდა. მაგრამ შიშობ ჩვენი თავგადასავალი მსოფლიოს გარშემო. ევროპით შემოიფარგლება. კარგია. ო? რა თქმა უნდა. იფიქრე რა ბედნიერია ნორა. და რა ბედნიერებას მოგვანიჭებს ეს ჩვენ. ეს მოგონებები უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩინეთის დიდი კედლისა და ტოკიოს სამსართულიანი ესტაკადის ნახვა. ასე ფიქრობ? კარგი. 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 უბრალოდ კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი. მაგარია. სასაცილოა. პარტნიორო. ისევ გამოგვივიდა. ვიტყვი რომ მაგარი ჩუმად. გუნდივართ. უკაცრავად. ეს მართალია. კიდევ რამდენიმე ასეთი ქულა და მზად ვიქნებით. ჩვენი პროდუქციით წინ გავიჭრებით. შესანიშნავია. ტერი. ლაილ? რას ფიქრობ თანამშრომლების დამეგობრებაზე? გონი არასწორია. მეც ასე მგონია. გამემშვიდობისა. ნახვამდის. ლაილ? ტერი. სამუშაო ადგილზე არ ვართ. გამემშვიდობისა. უყურებდი იცი? მართალი ხარ. დილის 2:00 ნახევარია. გამარჯობა.
სახლში ახლა მოხვედი? სად იყავი? მამამ, უკვე 25 წლის ვარ. გაგიხარდება იმის გაგება, რომ მე და ლაილი ერთ გარიგებას ვაფორმებთ. მართლა შენი შერქმეულის ბანდანა სახელი წარმატებულია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ახლა რაღაც გამახსენდა. ბევრი დიდი გარიგება გამიფორმებია, მაგრამ არ მახსოვს რომელიმე მათგანი სექსით დამესრულებინოს. მამა, შენ ამას ვერ იზამდი. მithვალთვალებდი? ვამემშვიდობის საქმიანო. Hey Jack. Jack. აქ არის? ხო, სემ. მაბადი. მის კომპიუტერს ვიყენებ. თქვენი კომპანიის ვებგვერდს ვანახლებ. სემ, მე ვარ. კარგად ხარ? კი. ძალიან წოხარ ნორას გაკ. არ ვიცი, სხვა რა უნდა გამეკეთებინა. მოწყენილო. წამოყავა დავლიოთ. მე გპატიჟებ. წამოდი. კარგი. იცი როგორი გატაცებული ვიყავი შენით? როცა სკოლაში ნორას ხვდებოდი. ბავშვი ვიყავი. მასე 4 წლით უმცროსი ვარ. მაშინ ეს სხვაობა უფრო დიდი ჩანდა. აზრზე არ ვიყავი. მე სიამოვნა ამის გაგება. ნუ ცდილობ განწყობა გამომიკეთო. მინდა იცოდე რომ საქმე შენში არაა. ნორაში. ის შეიცვალა. ცუდისკენ არა. უბრალოდ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობთ. ხო. რა იყო? დროა წინ წახვიდე სემ. აქ სხვა ვიღაცის შეშვება ისწავლო. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. შემოდი, შენი აზრი მაინტერესებს. რა ხდება? შენი ანალიტიკური აზროვნება მგონი დამეხმარება ერთ-ერთი ამოვარჩია. გააჩნია რა არის? მოსაწვევები. საქორწინო მოსაწვევები? ლაილ, დაწმართი. ნიმუშებია, რომელსაც ნორა ირჩევს ქორწილისთვის. გესმის? კარგი. კარგი. ღმერთო. კარგი. შროშენი გასვენების ყვავილებს უფრო გავს. დრედები უფრო ჯადოსნურია. ბელვედერერი კარგია, იმ შემთხვევაში ცერემონიაზეც თუ იქნება. სხვა შემთხვევაში არ გამოდგება. არა. ეს თაიგული მოხუც კალშეფერის. ეს ვილის სცენა მეტისმეტია. მეტისმეტი? მართლა? საქმრო იტალიელია. ეს ჩემი აზრია. არა, მე ამის მომხრე ვარ. ერთად დაწმული ორი სხვადასხვა ყვავილი. ეშმაკური შინაარსიდას იზრდებიან ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად. დარწმუნებული ხარ, რომ წინა ცხოვრებაში ქორწილის ორგანიზატორი არ იყავი? თუ გახსოვს ამ ცხოვრებაში თითქმის ქორწინებამდე იყო ჩემი ურთიერთობა მისული. მართალია. მოსაწვევებამდე საქმე არ მისულა. შენ რომელს ამოირჩევდი? უკანა მხარეს აღნიშნე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. კარგი. ჭკვიანი თავები. ჭკვიანი თავები. ჩემი კოლეგა რას იტყვის? ლანჩზე, ოფისის გარეთ. ნება მომეცი, ჩემს განდეგს ჩავხედო. როგორც იცი, თავისუფალი ვარ.
Polster House-ი უზარმაზარი იყო. იქ ნათან ბენეტს შევხვდით, რომ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა. უпростоრად ოდრის და ნორას მე დეპოზიტის გადასახდელად მივედი. დედა, რა მშვენიერია. კულინარებს სამზარეულოს სრული აღჭურვილობის გამოყენება მოუწევთ. მეყვავილეები დილით მორთავენ აქაურობას. ზემოთ უამრავი ადგილია, რომ მეფე პატარძლის მხლებლებმა გამოიცვალონ. შესანიშნავად ჟღერს. შესანიშნავია. ნორა, ყველასთვის დასამახსოვრებელი წვეულება გექნება. მართლა ასე ფიქრობ? საყვარელო ამაში ფულს ვიხდი. წინა დღეს ებრაული დღესასწაულია. მაგრამ პირობას გაძლევთ, ამას ვერ გაიგებთ. მინდა რომ პატარძლის ექსკორტს დღესასწაულზე კარგი ხედი ჰქონდეს. ორკესტრი აქ დაჯდება. ეს საცეკვაო მოედანი იქნება. საქორწინო წვეულების შვედური სუფრა. ზოგიერთ თქვენგანს ალბათ აუზის ბარის დააინტერესებს. მოიფიქრეთ, თუ დაგჭირდით შიგნით ვიქნები. მშვენიერია. ეს მართლა ხდება? ო, ნამდვილად ხდებოდა. ნორა ბედნიერი იყო და ეს მეც მახარებდა. მოცალში დარტყმა ახლა უბრალოდ კიპურს გავდა. შენს მეჯვალეზე თუ იფიქრე? არ ვიცი. შესაძლებელია ტერი იყოს ან დალია. ამორჩევა მიჭირს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოვიფიქრე. 1, 2, 3 წავიდა. ხახალდის ყდები მაგარია, მაპატია. 3-დან 2 უნდა დავჭეთ. მარა ასე კარგია. თუ ოდას მე გავთხოვდი, შენ ჩემი საპატიო მეჯვარე იქნები. გათხოვდები. მადლობ. დარწმუნებული ხარ? ხო, სულელური გადაწყვეტილება. უფრო სულელური ვიდრე დები. მოდი, წავიდეთ, ჩავეხუტოთ. დები. გილოცავთ. ძოლი ხომ არ მოყავს? თავს კარგად გრძნობდი, ჯეკ? რა მოხდა? შენ ჩემთან ერთად სუფრაზე არ ვდარხარ და განგაცლილი წიწილა არ გიჭამია. არც მარილიანი შვია საუზმეზე, ლანჩზე და სადილზე. დიდი ვნებათაღელაა? ქორწილი როდისაა? რამდენიმე თვეში. მოხვალ? ნორა მალე მოვა, თაბაშირის მოსახსნელად. ალბათ კარგად ხართ. მინდა თქვენი წნევა შეგიმოწმოთ უსაფრთხოების მიზნით. შეეცხადეთ ნაკლები ინერვიულოთ. კარგი. ინებეთ? ეს რისთვისაა? თუ გინდათ რომ ნაკლები ინერვიულოთ, დარჩენილი ჩეკები თქვენ გამოწერეთ. გამარჯობა. გამარჯობა. საიდუმლო თაყვანის მცემელია? ეს იცი ბრაიანისგანაა. შენი ყოფილი ბრაიანისგან? ხო. უნდა რომ ვაპატიო და თხოვს დავუბრუნდე. რას ფიქრობ? ერთი წელი ვიყავით ერთად და საკმაოდ კარგად ვეწყობოდით. მსგავსი რაღაცეები მოგწონდა. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ინანებს იმ სულელური საქციელის გამო, რომ ნამდვილად ვუყვარვარ და უნდა ვაპატიო. რას ფიქრობ? გონი ის უნდა მოიქცე როგორც სწორად თვლი. ლაილი, იცი? იმის თქვა გეხერხება, რისი გაგებაც ადამიანს უნდა. შენი აზრი მაინტერესებს. გინდა გადაწყვეტილება მე მივიღო. ხო. ჩემი აზრით ყველაფერი საუკეთესო უნდა უსურო და უთხრა რომ მისი ნდობა დაკარგე და აღარ შეურიგდები. ვერ ვიტყოდი რომ არ დამთავრებია, ასევე უნდა უთხრა რომ ერთად გატარებული დრო საკმარისი იყო შემდეგი ნაბიჯის გადასაქმნელად, მაგრამ მას ალბათ არ შეუძლია ამგვარი ვალდებულების აღება, რაც მისთვის ნორმალურია. შენ უფრო მეტ პატივისცემას ემსახურებ. კარგი. წინააღმდეგი ხარ? თითქმის მორჩი. ბრაიანს უნდა გააგებინა, რომ ის ერთადერთი უკვე იპოვე. ადამიანი, რომელიც შეიძლება თავის გრძნობებზე ნაკლებად საუბრობს, მაგრამ ამაზე მუშაობს. და უკვე გითხრა, რომ შეუყვარდე. თუ კვლავ ბრაიანს დაუბრუნდები, ეს მას გაანადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოულოდნელად და სწრაფად მოხდა. ეს ადამიანი სულ მესამე პირში ლაპარაკობს. და გთხოვს მას ცოლად გაყვე. მორჩი.
რა სიტყვი? What do you think? ისმენ. თანახმავარ. ასე მოულოდნელად ორ ქორწილიანი ოჯახი გავხდით. ჩემთვის ეს ყოველივე ძალიან იმპულსური იყო. მინდოდა დაილ მილს დავლაპარაკებოდი, იქნებ გადამეფიქრებინებინა ოჯახის შექმნა. ოდრემ აღნიშნა, რომ თუ ნორას გათხოვებას არ შევწინააღმდეგები ვარ, მტერისთვის რატომ უნდა შემექმნა პრობლემა. მადლობ, რომ ჩემს სანახავად რო გამონახე. რა პრობლემაა, სერ? შეიძლება რაღაც გითხოთ, რა თქმა უნდა. არ ვიცი როგორ მოგმართოთ, მე კლიენტი ვარ, თქვენ მისტერ ლენდრი. ორივენი ზრდასრულები ვართ. იქნებ ჯეკი დაგიძახოთ. თქვენს ქალიშვილზე ვაპირებ დაქორწინებას. მამა, ასე მოგწონთ? რა სიტყვით? კარგად ხარ? რატომაც არა. მამის ვარიანტზე შევჩერდეთ. ძალიან მალე მოხდა. ამაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი. ხომ იცი როგორი ზეწოლაა ოჯახისთვის საქორწილო მზადება. განსაკუთრებით პატარძლის ოჯახში. კარგად მესმის. თქვენს ოჯახს ისევე ვცემ პატივს როგორც ტერის. და არ მინდა დამატებითი პრობლემები შეგიქმნათ არც თქვენ და არც მისის ლენდრის. იცი რა, თავიდანვე მომეწონე. ლაილ, შეუღლებას როდის ფიქრობთ? როდის აპირებთ? დამატებითი სტრესის თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებდით ჩვენ და ნორა ერთად დავქორწინდეთ. ფრთხილად. კარგად ვარ. ვერ ვიჯერებდი, ბიჭი მართლა შესანიშნავი იყო, მაგრამ გოგოები არ დათანხმდებიან. ჩემი აზრით ორივეს მოუნდება, რომ განსაკუთრებული დღე ხონდეს. მაპატიეთ, გონი ვერ გავიგე, კაბასთან რა პრობლემაა? არანაირი. არაჩვეულებრივია, მომწონს. უბრალოდ მეორე გვჭირდება. მაგრამ სხვანაირი. ჩემთვის. შენ ხომ მეჯვარე ხარ? მახლა პატარძალი. სხვა ქორწილი სხვა დღეს. იგივე ქორწილი იმავე დღეს. ორივე გილიერმოს მიყვებით? ორი წვენი ვიქნებით. იგივე სტუმრები? მეტი სტუმარი. მისტერ ლენდრისადაა. გარეთაა მანქანაში. თქვა რომ იმ შემთხვევაში შემოვა თუ უფასო ღვინოს კიდევ დაალევინეთ. გონი მას შეუერთდები. სტუმრების რაოდენობის გაზრდის გამო წმინდა მიქაელის ტაძრის ნაცვლად ცერემონია წმინდა სტივენის ტაძარში გაიმართება. ჯურისტერის ცერემონიას მამა ფერისის ნაცვლად მამა ტიმოთი ჩაატარებს. საცეკვაო დარბაზის დიჯეი დევილი დღეს წესრიგიდან ამოვარდა. მას გას გასტეფსონის 7-ნაწილიანი მუსიკალური ინსტრუმენტი შეცვლის. პოლსტერ ჰაუზი საბედნიერო დამხელა ცერემონიისთვის საკმარისია. ძლის ამ დროს ალბათ მექსიკა მშვენიერია. მაგარია. დარწმუნებული ხარ, რომ ეიფელის კოშკის ან ბიგ ბენის ან ლუვრის ნახვას გამოტოვებდი? ეს შეგვიძლია მაშინ ვნახოთ, როცა შვილიშვილებს მოვინახულებთ იტალიაში. შვილიშვილები ხომ გვეყოლება? დარწმუნებული ვარ. ისინი ყველაზე საყვარელი და თავაზიანი ევროპელი შვილიშვილები იქნებიან, ვინც ოდესმე გინახავს. კარგი, შეგიძლია ამ ფეხზე მსუბუქი ვარჯიშები დაიწყო. მაგრამ არ დაიტვირთო. მადლობ ექიმო კერკ. გასაფარსია თორემ ჩემს შიშილას გავს. შეკითხვა მაქვს. მოწვევაზე პასუხი უკვე გამოგიგზავნეთ, რომ მე და ჩემი მეუღლე ქორწილში ვიქნებით. ეს შენი მოწვევა იყო, მაგრამ მტერის ქორწილში პატიჟებენ? ერთი მოსაწვევი საკმარისია. საჩუქარიც ერთი კმარა? ხუმრობ. დალია? სამი, რა ხდება? მამა შენი სახლშია? არა, მაგრამ მალე დაბრუნდება. შემოდი. სადელზე წავიდნენ. მას შემდეგ რაც ამ სახლში გადმოვედით, ერთმანეთისთვის დრო არჩევათ. შენ შაცმულობას ვერ ვეგუები. ეს მე ვარ. მინიმუმი არის გაკეთება შემიძლია. ტერისა და ნორას საპატიო მეჯვარე ახლა მე ვიქნები. არ მინდა დანარჩენი მეჯვარეები შევაშინო. შენი დები სად არიან? ტერი გასულია, ნორა ზევითაა. პეპკა მერით გილერმოს ესაუბრება იტალიაში. წუხარ. არა უშავს. რაცა ესა? ასე. მაგარი წვილი ვართ.
ვიცი რა, უკვე დამავიწყდა რომ შეიძლება სადილმა ტელეფონების რეკვის გარეშე ჩაიაროს. და ასევე უმარილო соуსიანი მაკარონისა და ვეგეტარიანული უხორცო ფრიკადელების გარეშე. უბრალოდ დაფიქრდი, მომავალ თვეში ამ დროს ტერი და ნორა უკვე გათხოვილები იქნებიან. მე და შენ კი მარგარიტას კოქტეილების რუპაში ვიქნებით მასატლანში. მაგარია. რაშია საქმე? დედა, მამა, აბა გამოიცანით. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ჯეკ, კარგად ხარ? მამა, თქვენ შეგეშინდათ, მე შემეშინდა. არ ვიცოდი რა ხდებოდა. მამა, ჩემი უდრო გარდაცვალებამ თელს გეგმებს ჩაშლიდა. რომ აღარაფერი თქვა იმ არამზადა ნათან ბერედ მეოთხეზე, რომელიც მსუყე დებოზით ჩაიჯიბავდა. მაგრამ არა, ეს უბრალოდ აღელვება. მისი წნევა მაწუხებს და გავაფრთხილე რომ ბევრი არენერვიულა ქორწილის გამო. იცი ახლა მხვიძავს. მამა, გაგიმართლა. გინდა მითხრა რომ უბრალოდ ნერვიული შეტევა გქონდა. სუბუქი ინფარქტივით. მინდა რომ ეს დილასვე დააწყებინოთ, კარგი? ნერვიულობას უნდა მოვუკლოთ. რელიზი მომზადებულია სრულად კომის მიერ. გილერმოს მიერ ხელისთხოვნა მერე ტერისა და ლაილის მოულოდნელმა ურთიერთობამ დოლისა და სემს ბიძგი მისცა მიხვედრილიყვნენ რომ წლების მანძილზე ერთმანეთი უყვარდებოდათ. მას შემდეგ რაც გრძნობებში გაერყვნენ, განუყოფელნი გახდნენ. თითქოს დაკარგულ დროსაც ინაზღაურებდნენ. გამომყვები ცოლად. ჩემი დოლი ბედნიერი იყო. სემიც? ყველა ბედნიერი იყო, სანამ გავიგეთ, რომ მესამე ქორწილიც იმ ორთან ერთად გაიმართებოდა. იმავე დროს, იმავე არხზე. ნახვამდის მექსიკურ ფიესტა, გამარჯობა მხიარულებით სავსე ლას-ვეგასო. უიკენდო. თქვი? რა ვთქვა? თავში რა ტექსტებსაც ალაგებ? უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ეგ არ გინდა. კარგი. დარწმუნებული არა ვარ, რომ ჩვენმა ქალიშვილებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩვენ ერთ წელს დავქორწინდით. და დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე. რამის თქმა გინდა? არა საყვარელო, მისვენი არ ხუმრობ. ლაილი კარგი ადამიანია, მაგრამ საშინლად მოსაწყენი. გილერმო მეტისმეტად თავაზიანია და ეგოცენტრული. სემი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, დალია გატეხილი გულის გასამთელებლად სჭირდება. ხვდები, რასაც გულისხმობ. ხომ ხედავ, ხვდები, ეს უნდა შევაჩეროთ. თქვი რომ ხვდები, რასაც გულისხმობ, მაგრამ მამაში ვერ დაგეთანხმები. არა? სხვა მხრიდან შეხედე ამ ყველაფერს საყვარელო. სამივე ქალიშვილმა ბედის წყალობით გამიზნულად იპოვა ბიჭი, რომელიც მათ ძალას და სისუსტეს იზიარებს. დერი ისეთივე წყნარია, როგორც ლაილი. მაგრამ თუ ამას მოსაწყენს ეძახი? კარგი. მაგრამ როცა ერთად არიან, ამას ვერ ვამჩნევ. არა, ლაილი კარგი ადამიანია. გილერმო ეგოცენტრულია, მაგრამ ჯეკ, ნორა მოდელია. უკეთ ვინ აღიქვამს მოდელს თუ არა კაცი კამერის მიღმა. რაც შეეხება დალიას და სემს, ეს წლების შედეგია. ხო? ესე იგი, სულ ბედნიერები იქნებიან? არა. ჩვენ ვიყავით? გონი გოგოები კარგად მოიქცნენ და ჩვენც. არ მეთანხმები? მაგრამ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. მორჩი ახლა ლაპარაკს. როგორც ხედავ, რაღაც ახალ მოვლენასთან მაქვს საქმე. კიდევ ყავთ ქალიშვილი, რომელსაც უნდა ვიცნობდე? დიახ. გამარჯობა. ხო. თარიღი მესმის.
სხვა რომელი თარიღია შესაძლებელი? I'll let you know. Thank you. კარგით. All right, here it is. ახლა წმინდა სტივენის ტაძარი პატარაა. ყველა წმინდანის ტაძარი სათანადო იქნებოდა, მაგრამ უკვე დაჯავშნულია. მომდევნო დღეებშიც, ასე ნოემბრამდე ვერ მოვახერხებ თარიღზე შეთანხმებას. ხომ გამიგეთ? საყვარელო, შენ და სემს მართლა ასე გეჩქარებათ? მაგრამ შეგვიძლია დავიცადოთ, თუ გინდათ. მაგრამ იცი რა, მე და ლაილი მოვიცდით. არ გვეჩქარება. შეგვიძლია გადავდოთ. არა, მოიცადეთ. მორჩით ახლავე. უკვე შორს წავედით, რომ ახლა გეგმები ჩავშალოთ. გოგოებო, თუ ყველანი დარწმუნებულები ხართ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ, მაშინ ყველაფერი გამოვა. ხომ ასეა, ნათან? მართალია. მომწონს, როცა მამა ერევა. გადავწყვიტეთ, რომ უფრო ჭკვიანური იქნებოდა, თუ ჯვრის წერის ცერემონია და წოულება პოლსტერ ჰაუსში ჩატარდებოდა. ასე უფრო იაფი იქნება, ვიდრე ტაძრის ქირაობა. გონი ჩემს პირად გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს, რომ დავარწმუნე წყვილები ცერემონიაზე თავიდან აგვეცილებინა მეჯვარეებთან დაკავშირებული დამატებითი არეულობა. საბოლოო ჯამში ის, რაც ეკლესიაზე დავზოგეთ, დამატებით ყვავილებში დაიხარჯა. ყვავილების გაწყობა გარეთაც მოგვიწია, რაც ჩემთვის გაუგებარი იყო. ყვავილები გარეთ ხომ ისედაც ყვაოდა. საჭმელი საკმარისზე მეტი იყო სტუმრების მთელი ჯარის გამოსაკვებად. ამიტომ ჩემს კოტეჯთან ნაცნობობით მოვახერხე, რომ ახლოს მდებარე საჯარისო ბაზაში მყოფი ჩვენი მომსახურე პერსონალი ქორწილში კულინარების დასახმარებლად გამოეგზავნათ. დაბოლოს გას გასტეფსონის 7 ნაწილიან მუსიკალურ ინსტრუმენტს საკმარისი ხმა არ ჰქონდა. პროგრამიდან ამოვიდეთ. როგორც მითხრეს, გაგვიმართლა, რომ მის ნაცვლად ელექტრონული ფანკ ბუგი ბენდი და კამერული ორკესტრი ყავდა. კარგია. ნაბატიეთ? არა. აბსოლუტურად არა. აქედან გადით. წადით. მისმინე, ეს ძალიან მარტივია. ლენდრის ნამცხვარს ვეძებ და არა ნამცხვარს. სამი მათგანი დარწმუნებული ხართ? ჯობს დარწმუნებული იყო. ფურგონი, რომელშიც ისინი სხედან, სტარიგზით წავიდა. ბევრი არაფერი ხედი არ არის. არა, მაგრამ სიმყუდროვე მაინცაა. როგორ მიდის საქმეები, მისტერ ლენდრი? ნორმალურად. ჯეიკი. ჯეიკ. ებრაულმა დღესასწაულმა როგორ ჩაიარა? ჩვენივრად. მცირე კატასტროფას თუ არ ჩავთვლით. რები ფელდმანი არ გამოცხადდა. ჩვენი საქმე როგორ იქნება? გონი პოლსტერ ჰაუსის ისტორიაში საუკეთესო სამწყვილიანი ქორწილი გექნებათ. გონი ერთადერთი სამწყვილიანი ქორწილი პოლსტერ ჰაუსის ისტორიაში. ამიტომაც უნდა იყოს განსაკუთრებული. კარგი. კარგი. ტრადიციის მიხედვით პატარძლის მამა უნდა დარწმუნდეს, რომ სასიძოს, ამ შემთხვევაში კი სასიძოებს სმოკინგები კარგად აქვთ. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისაგან ძლივს ვამსხვავებდი მანჟეტის საკინძეებს წელსარტყელისგან. ჩვენიერია, გილერმო, ნება მომეცი დაგეხმარო. გმადლობთ. მისმინე, მინდა გითხრათ, რომ წუხარ, მეტი დრო არ გქონდა ერთმანეთის გასაცნობად. არა უშავს, შიშო უპირატესობა ჩემს ხარესაა. ნორას ვიცნობ და მისგან ვიცი, როგორი კაცის ბრძანდებით ძლიერი და კეთილი, საზრიანი და ქალიშვილებით ძალიან გიყვართ. შეხედეთ. შეხედეთ ამ ზღაპრულ მოვლენას. გმადლობ. დიდი მადლობა. იცი, რაღაც მაქვს შენთვის. უბრალოდ სამახსოვრო ჩემგან იმ კაცს, რომელიც ჩემს ქალიშვილზე ქორწინდება. არ ვიცოდი, რა მეჩუქებინა და ეს ვიპოვე. ამ კამერითაა გადაღებული ყველა ფოტო, რომელიც ალბომში ნახე. არც კი ვიცი თუ მუშაობს. მაგრამ ის ჩემთვის ბევრ მოგონებასთანაა დაკავშირებული და ვიფიქრე, რომ შენთვის უნდა მომეცა. მისტერ ლენდრი. ჯეგი დამიძახე გთხოვ. ჯეგ. ეს ჩემთვის დიდი პატივია. და უფრო მეტიც, პირი ჯერ კიდევ შიგნით დევს, შეხედე. არ ვიცი თუ კიდევ ვივარგებს, მაგრამ ვეცდები თქვენთვის გავამჟღავნო. მოიცადეთ, იდეა მაქვს. აქეთ მოდით. სურათი გადავიღოთ. კარგი. გაიღიმეთ. არ ინერვიულო, ჯეკ. უკვე მიყვარს ნორა უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე კაცს, თქვენს გარდა. არ ნერვიულო. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში. მამა.
კარგი ბიჭებო, ნერვიულობთ? არ ვიცი თქვენ რა განერვიულებთ, მე კი დღეს უკვე იმდენი ვიარე, ბოლტის სემით ჯობდა სპორტული ფეხსაცმელი ჩამეცვა. ყველაფერი კარგად იქნება. რამდენიმე სამახსოვრო საჩუქარი მაქვს ოჯახის სახელით და მეგობრობის ნიშნად. ლაილი, რაც გიცნობ და რაც ტერისგან ვიცი, ნამდვილად კარგი დამცველი ხარ. ეს ინჟინრის საათია. აჩინსონ ტოპეკა სანტა-ფეს რკინიგზიდან. ოდრის მამამ მაჩუკა. ქორწილის დღეს. მან კი საჩუქრად მიიღო სიმამრისგან იმ დღეს, როცა ოდრის დედა მოიყვანა ცოლად და რატომღაც ვიფიქრე, რომ შენთვის უნდა გადმომეცა. შესანიშნავი სამახსოვრო საჩუქარია. მანამ შევინახავ, ვიდრე თქვენსავით სხვას არ გადავცემ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასშვილები ეყოლება. მადლობ, სემ. ამას ვერ მიხვდებოდი. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში. სემ, შენ ორივეს გააკეთებ. ვერ მივხვდი. იცი, შენ უკვე წლებია ამ ოჯახის წევრი ხარ. ვინაიდან ჩემი უმცროსი ქალიშვილი მოყავს ცოლად, მინდა დავწმუნდე, რომ შეგიძლია მას ეზრუნვა. ასეც ვაპირებ. ამიტომაც საჩეს ვიცე-პრეზიდენტად გნიშნავ. კომპანიის მანქანა, ხელფასი. ჯეკ, დაუჯერებელია. დაიჯერე. თაფლობისთვის მერე დილის 8 საათზე ოფისში გავდები. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში. ახლა დავბრუნდები. დამშვიდი მეგობარო, შეხედე, მანქანას არ შეხებია. ხედავ სადმე ნაკაცს. ისეთი არაფერი მომხდარა, დამშვიდი. მართლა ჩემო ვერ ხვდები, ასე რამ შეგაშფოთა. რა მოხდა? კარგად ვარ, არ დამირტყია. დროზე გავაჩერე. მაპატიეთ, დამაგვიანდა, გზა ამებნა და ხომ გესმით? თქვენ ვინ ხართ? ძოვლების ნამცხრები მაქვს საბარგულში. ნამცხრები. გააღე. ისევ ცემ, რომ ცხოვრებაში არ დაავიწყდეს. რა მოხდა? არ შეხედო. მაგრამ რა ხდება? კარგი. ყველამ უკან დაიხიეთ. გონი წინ საფარი დამჭირდება შიგნით შესასვლელად. უნდა დაბრუნდე. ოღონდ სირბილით. მე დამნამდვილად მეფიქრა იმაზე, თუ რისი თქმა მინდოდა თითოეული ქალიშვილისთვის. მე შინოდა, რომ ეს ყველაფერი ქაოტურად ამოხეთქავდა შიგნიდან და ავტირდებოდი. მამა. ნორა. ტერი. დალია. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. შვენიერია. თვითონაც სიმპათიურად გამოიყურები. დედამ გითხრა, რომ ჩვენი ნახვა გინდოდა. ჰო, იმედია გულის აჩუყებას არ აპირებ. სიმართლე რომ გითხრათ, შეიძლება ასეც მოხდეს. კარგი. ღმერთო, ახლა ბოლოჯერ ხართ ჩემი პატარა გოგონები. ბოლოჯერ. ყოველთვის შენი გოგოები ვიქნებით, მამა. დღეს მერე ცოლები იქნებით. ერთ მშვენიერ დღეს დედები. და უბრალოდ მინდოდა, რომ ბოლო წუთებში თქვენთან ყოფილიყავი ისე, როგორც ჩემს გოგონებთან, ჩემს პატარებთან. რამდენი ხანიც გინდა, მამა. მოდი აქ.
ჯეკ, წამოდი. ახლა ძადი და დარწმუნდი, რომ ბიჭები მზად არიან. კარგი? ხო. მიდი. წამოდით, გოგოებო. წავედით. ნათან ნამცხრები? შევძელი სიტუაციის გამოსწორება. ტრადიციული არაა, ლამაზი არაა, მაგრამ გამოდგება. ძალიან კარგი. მაგრამ პრობლემა ეს არაა. რას გულისხმობ? მამა ტიმოთი არავის უნახავს, მის გარეშე ცერემონია ვერ ჩატარდება. ვიცი, ახლა ვცდილობ მის პოვნას. რა უნდა ვქნათ? ძალიან წუხარ. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. თქვენ მღვდელი არ ახართ ხომ ასეა ნათან? ეს უნდა გავარკვიო. გისმენ? რა? არა. არა. ოღონდ ეგარა. ო, კარგი. და ის ბიჭი? კარგი. გააგრძელეთ. გააგრძელეთ და შემატყობინეთ. კარგი. შესანიშნავია. მამა ტიმოთი საავადმყოფოშია. რა სჭირს? აპენდიციტი. ვერ შეძლებს მოსვლას. მამა ფარის დაუკავშირდი, მაგრამ სხვა ქორწილზეა. ახლა რა ვქნათ? მორწმუნე ხართ, მისტერ ლენდრი? მამა ტიმოთი საავადმყოფოშია. არა. რა სჭირს? მოვა რა? ნორა. რა? ხო. ჩვენი მღვდელი არ მოვიდა. შემცვლელი არ აყვავს. ამას რამე მნიშვნელობა აქვს? რას გულისხმობ? ეს რაბინი ფელდმანია. სამარცხვინოა. ჭხუბს არ ვაპირებ, მაგრამ ფიცავ მითხრეს, რომ ებრაული დღესასწაული დღესაა. რამე პრობლემა გაქვთ? რაბინი ფელდმანი პროგრესულად მოაზროვნე და გაგებული ადამიანი აღმოჩნდა. მზად იყო დახმარებოდა. რამდენიმე წუთი დაგჭირდა, რომ გილერმოს დედისთვის სიტუაცია აგვეხსნა, მაგრამ ესეც მოვაყარეთ. ნებისმიერი კაცი ინადრებდა საპატარძლო გაბაში გამოწყობილი ჩემი ნორას გვერდით ყოფნას. სამართლიანი იყო, რომ ყველა ჩემს ქალიშვილს ერთსა და იმავე დღეს ვათხოვებდი. არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ყველა ჩემი ქალიშვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა. ტერი მომნუსხველი იყო. მივხვდი, როგორ გაზრდილა და დადინჯებულა. როდის მოასწრეს ჩემმა გოგონებმა ასე გაზრდა? გონი დალია ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ყველასათვის. მას ჯერ კიდევ ოჯახის პატარა თვლიდი. მაგრამ რა ხელი დამდგარა. მამიკო, მიყვარხარ. და ეს ქალი აქამდე მთელს თავის სილამაზეს იმ საშინელებების ქვეშ მალავდა. სემის გაუმართლა.
შალომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. საჭირო არაა იმის თქმა, რომ მე მამა ტიმოთი არ გახლავართ. მე რაბი დევიდ ფელდმანი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია გაუძღვე ლენდრის ოჯახის ამუჩეულო ცერემონიას. დღეს 3 ულამაზესი წყვილი ყავს. აქ ძლივს ვეტევით. დღევანდელი დღესასწაულის არასექტანტური ბუნებიდან გამომდინარე, ტრადიციულ ებრაულ კიდუშიმს თავს დავანებებ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რადგან ეს ყოველივე გაუფრთხილებლად მოხდა. ძვირფასო სტუმრებო, პატივი გაქვთ დაესწროთ არა ერთი, ან 2, არამედ 3 წვილის წმინდა შეუღლებას. ახლა კი ვიდრე ფიცს დავდებთ, სურს. რაბინმა ფელდმანმა ცერემონიას თავი გაართვა. ეს ტრადიციული არ იყო, მაგრამ თუ გადახედავდით, არც დღე იყო ტრადიციული. თანახმახარ თუ არა, გახდეთ ცოლ-ქმარი. და დღეიდან გიყვარდეთ ერთმანეთი. გაიზიაროთ ერთმანეთის ჭირი და ლხინი. ვიდრე სიკვდილი არ დაგაშორებთ. თანახმავარ. 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 ამ ბეჭდით შენი ვარ. ამ ბეჭდით შენი ვარ. როგორც მივხვდი, ცერემონიის ბოლოში ერთი ნაწილი ებრაული ქორწილებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ რაბიმ დაიჟინა. ამიერიდან ცოლ-ქმრად გაცხადებთ. შეგიძლიათ მეუღლეებს აკოცოთ. წვეულება არაჩვეულებრივი გამოვიდა. საჭმელი მშვენიერი იყო მუსიკაც, ეს ლენდრის გოგოებს თუ დავუჯერებთ. უფრო სწორედ ვალერიოს მილსის და რაილის მეუღლეებს. მათთან ბერეთ მეოთხემ საკუთარ თავს გადააჭარბა. გულწრფელად ვაცხადებ კიდევ, რომ მხოლოდ დასათხოვარი ქალიშვილი ქორწილის ორგანიზებისთვის სიმწამსვე მასთან გავიქცეოდი. წითელი ბუფა შეუკვეთე. ზოხალ კარგად გეძინათ ნამგზავრზე. დედა, მაბადიეთ. მამა სად არის? მეგონა საჭმლის მასადანაც წავიდა. უნდა გვეცეკვოს, რომ სხვებმაც დაიწყონ ცეკვა. მაბადიეთ, ახლავე დავბრუნდები. ერთი სამარცხვინო ამბავი მოხდა. რამდენიმე წუთით მინდოდა საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი, სუფთა ჰაერზე. მიშველეთ. მიდი, გამიღეთ. მომეხმარეთ. დედა, ნახე სადმე? არა, ცოტა ნერვიულობ. ისევ ნერვიული შეტევა ხომ არ დაამართა. არა, არ მგონია. მოდი გავიყოთ და მოვძებნოთ. მე იქ ეწავა. კარგი. მე სახლში შევა. კარგი. არის ვინმე? მიშველეთ. ბოლოს და ბოლოს ვიპოვე მიზეზი, მობილური ტელეფონი მეყიდა. ჯეკ. ჯეკ.
გონი ახლა? ახლა? Jack! Jack! ახალი კუდუსონი მჭირდება. აი სათყოფილ ხარ. რასაკეთებ? ყველა შენგელოდება რომ ცეკვა დაიწყონ. მომსახურე პერსონალს ვამოწმებდი. ყველას დილამშვიდობისა. მოდი ჯეკ. კარგი მოვდივარ. რამდენი უჩვეულო მომენტის გონის უფლება აქვს ადამიანის ცხოვრებაში. გონი დღეს ზედმეტი მომივიდა. ნორასთან ცეკვამ წარსული გამახსენა. პატარა გოგო რომ იყო ჩემს ტერფებზე რომ იდგა და ოთახში ვალს რომ ცეკვავდით ხოლმე. კარგად მახსოვს, როგორ ვიგრძენი თავი, როდესაც მტერის პირველად ბიჭმა გამოუარა პაემაზე წასაყვანად. მისი გაშვება არ მინდოდა, მაგრამ მეტი რა გზა იყო. გონი ის წარსული კარგი პრაქტიკა იყო დღევანდელი დღისთვის. მეორე ცეკვა შენთან მეცეკვებ. სამი ქალიშვილიდან დალიას ყველაზე მეტად გაუჭირდა ფეხის ადგმა. სულ ბორძიკით დადიოდა, მეშინოდა სახით არ დაცემულიყო. ახლა კი ნახეთ რა ელეგანტურია. და ბოლოს რა თქმა უნდა ჩემი ოდრი. ახლა მასთან ყოფნა ჩვენს პირველ ცეკვას მახსენებს ქორწილის დღეს. და რაღაც მომენტში ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დრო არ გასულა. დღეს მათთან ერთად ყოფნა მიმახვედრა რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი არაჩვეულებრივი ამ საოცარ ქალებთან იყო დაკავშირებული. ერთობი? შვენივრად. გილერმოს დედას ნამდვილად მოეწონა შენთან ცეკვა. სასიამოვნო ქალია. იცი ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე მისი ნათქვამიდან. არც ისე ცუდი იყო ყველა ქალიშვილის სახლში დაბრუნება. არა, მაგრამ გონია რომ ასე ერთად ვეღარასოდეს ვიქნებით. ამის მერე უფრო ბევრი და უკეთესად ვიქნებით. უფრო ბევრი და უკეთესად. უკაცრავად. თუ შეიძლება ყურადღება ძვირფასო საზოგადოებამ. გმადლობთ. ჩემი მეუღლე და მისი მომხიბვლელი დები ახლა თაიგულებს ისვრიან. ქალბატონებო? აქედან უნდა გავიდეთ, ჩვენ არ გვინდა ახლა ამის დაჭერა. ყველაფერი კარგად დასრულდა. წვეულება დამთავრდა და ბედნიერი წყვილები თაფლობისთვის გასატარებლად გაემგზავრნენ. სუფთა ჰაერი მჭირდებოდა. მე და ოდრი სახლში დავბრუნდებით. ყველაფერი ჩვეულ რიტმში ჩადგება. სიმართლე რომ გითხრათ, არჩევანის უფლება რომ ქონოდა, ჩემს ქალიშვილებს შეეძლოთ იმდენ ხანს დარჩენილიყვნენ სახლში, სანამ არ მოწმინდებოდათ. ვისაუბრაგები? არავის, უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობდი. ხმამაღლა. შენს დასაყვანად მოვედი. მართლა? თითქმის ყველა წავიდა. მგონი ჩვენ სახლისკენ უნდა გავეშუროთ. კარგი. წავედით.
წავიდეთ. წამით. იცი? დროა ჩვენი დიდი ტურის დაგეგმვა დავიწყოთ. ო, ლას-ვეგასი. კარგი საყვარელო. ჯერ ცოტა ხნით ვიქტორიას ქუჩაზე შევჩერდეთ და მერე კაზინოში. მაკარიან, მოდი. ვიცი, რა ხდება? ყველას ხომ ვერ გაგასწრებდათ თვითმფრინავი. არა, ჩვენ ადრე ავიშალეთ, რომ სტუმრები წასულიყვნენ. რას გულისხმობ? გვინდოდა მადლობა გითქვა, რომ ეს არაჩვეულებრივი ქორწილი მოაწყვეთ. ეს ჩვენთვის სასიამოვნო უნდა იყო. ამას გარდა მე ხომ პირობა მოგეცით. ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი გაიღეთ. სახლში დაბრუნდით ისე, რომ კითხვაც არ დაგისვამთ. და ისტორია ამდენ ხანს რომ გეგმავდით. ამაზე უბრალოდ საუბრობდით. ლას-ვეგასშიც არის ბევრი გასართობი. პირველი გაჩერებისთვის ლას-ვეგასი კარგი უნდა იყოს. არა? მიდი მიეცი. კარგი. პატარცლებმა და სიძეებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თაფლობის თვე მოიცდის. ეს რა არის? ამის ნაცვლად მოვიფიქრეთ თქვენთვის მოგვეწყო მეორე თაფლობის თვე. მსოფლიოს გარშემო. ევროპაში თვითმფრინავით და მეტროთი ყველანაირი მგზავრობა პირადად მოვაგვარე. მე კი განადას, მექსიკასა და კარიბის რეგიონს მივხედე. მე კი თქვენი კონტაქტების წყალობით აზიის საკითხი მოვაგვარე. ასევე შვეიცარიის. კარგით გოგოებო, ბოლო ჯერ. რელიზი მომზადებულია სრულად ქომის მიერ. გახსოვთ სერ ედვარდ გოუკი რომ ახსენე. უდაოდ მართალი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის სახლი მისი ციხესიმაგრეა. მაგრამ მეორეს მხრივ სერ ედვარდი ალბათ დამეთანხმებოდა თუ ვიტყოდი, რომ ოჯახი ადამიანის უდიდესი განძია. Фильм озвучен по заказу компании EA Cinema.